როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგან იყო. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება ვიბრძოლო შენთვის. თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო. მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მე უფე. შენ შემთხვევით არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე. შენ არ მთხოვდი მორჩილება მესწავლებინა შენთვის. ხოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლია. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს. გახსოვდეს ყოველთვის, ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა. მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მე მინდა რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დანაპირებში. მე არ დაუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი არ გწამდა შენ ღმერთისო. ღამღამობით განიცდი ტანჯვას. განშორებული ხარ შენ სახლობლებს. გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო. მე ვარ კაცინა ტანჯი. ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დაუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება. მოტყუდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები. გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში. ცილი დაგწამა ვინმე, მომანდე ეს საქმე და მომეკეთლე. მე შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე ენის ყივილისაგან. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, ხოლო შენი სამართლიანობა დაემსგავსება შუა დღეს.